ახლა კი უნიშნელოვანეს თემაზე უნდა გადავიდეთ, სულ რამოდენიმე დღე გვაშორებს ალბათ გათბობის ჩართვამდე და ძალიან საინტერესოდ უნდა ვისაუბროთ დღეს ამ თემაზე, ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია. გიორგი ლეფსვერიძე, თბილისი ენერჯის ტექნიკური დირექტორის მოადგილე შემოგვიერთდა და აღნიშნულ თემაზე სასაუბროთ. მადლობა, რომ ხართ დილიდან ჩვენთან ერთად. პირველ რიგში მოდით შევახოთ სტატისტიკას ბოლო 9 თვის, რომელიც უკვე გამოქვეყნდა და საშიში უბნები ვიცით უკვე ცნობილი არის. რა იგულისხმება საშიში უბნებში? ამით დავიწყოთ ჩვენი თემა. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, მივესალმებით ჩვენს აბონენტებს. საშიში უბნები ეს არის უბნები, სადაც ჩვენი შემოწმების შედეგად აღმოჩნდა მრავლობითი სახის დარღვევები. დარღვევები იყოფა სხვადასხვა კლასიფიკაციად. პირველი, რა თქმა უნდა, არაერთხელ გაგვიმეორებია და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს არის ღია წვის კამერიანი დანადგარები, რომლებიც საფრთხეს უქმნია თითოეული ჩვენი აბონენტის, თითოეული ჩვენი მოქალაქის სიცოცხლეს. არაერთი უბედური შემთხვევა მომხდარა გავლენილ წლებში ღია წვის კამერიანი უნებართვოთ და არაკვალიფიციური ხელოსნის და ტექნიკური ნორმების დარღვევით დაყენებული, რა თქმა უნდა, ხაზი მინდა გაუსვა, ეს არის თვითნებური მონტაჟი, როდესაც ჩვენი მომხმარებელი თვითნებურად ტექნიკური ნორმების დარღვევით აყენებს დახურულ სივრცეში, რა თქმა უნდა, ღია წვის კამერიან დარღვევით. აღმოჩნდა, როგორც არის ის არის სამგორი ვაზის უბანი, ჩუღურეთი, ნაძალადევი, მე ვთვლი უბნებს, რომლებიც ლიდერობენ დარღვევების კუთხით. ეს არის სამგორი ვაზის უბანი, ნაძალადევი, ჩუღურეთი, გლდანი, თემქა. შესაბამისად მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მედიასთან ერთად ამ წლების მანძილზე მუდმივად ჩვენი თანამშრომლები წელიწადში ერთხელ მუდმივად აკითხავენ თითოეულ ჩვენ აბონენტს ბინაში, ამოწმებენ ხსნით ამ დანადგარებს. მინდა ვთქვა, რომ რა თქმა უნდა, ამ მუშაობის შედეგად ამაღლდა ძალიან ჩვენი მოქალაქეების სოციალური პასუხისმგებლობაც, ცოდნაც, რა თქმა უნდა, ჩვენი რა თქმა უნდა, მკვეთრად არის შემცირებული სტატისტიკა, მაგრამ თითოეული დანადგარი ეს არის 4900 უნებართვოთ მიერთებული და საფრთხის შემცველი დანადგარი აღმოაჩინეთ ამ 9 თვეში და მე მინდა გითხრათ, რომ ეს არის 4900 ოჯახი, 4900 ოჯახის მეზობლები, რომლებიც ყოველწამიერად, ყოველწუთიერად იყვნენ საფრთხის ქვეშ, სანამ ჩვენი თანამშრომელი მივიდოდა ამ დანადგარს ჩახსნიდა, ჩაჭრიდა, აუხსნიდა კიდევ ერთხელ ჩვენს მომხმარებელს, რომ ესე არ შეიძლება, ეს იწვევს, ეს არის სერიოზული საფრთხე, ანუ ნახშირჟანგით ინტოქსიკაცია პირველ რიგში, რომელიცაც იწვევს ღია წვის კამერიანი დანადგარი და რა თქმა უნდა, მეორე უბედური შემთხვევა, რომელიც ხდება, ეს არის გაჟონვის შედეგად, როდესაც არაკვალიფიციური ხელოსანი დაამონტაჟებს გასცადეს, ეს არის გაჟონვის შედეგად დაგროვება ბუნებრივი აირის და შემდგომ აფეთქება. ბატონ გიორგი, როდესაც აღმოაჩენს თქვენი ჯგუფი დარღვევას, რა ხდება შემდგომ? ანუ თვითონ იღებენ ამ პასუხისმგებლობას და თქვათ ჭრიან იმ ყველაფერს, რაც თქვათ არალეგალურად და არასწორად არის დამონტაჟებული, თუ უშუალოდ აბონენტს ეკისრება ეს პასუხისმგებლობა და მე ახერხებთ, რომ რაღაცნაირად გადაამოწმოთ და ნახოთ რა მდგომარეობა და ასე შემდეგ. აი, რა პროცედურაა? პროცედურა, რა თქმა უნდა, ეს არის კანონით გაწერილი პროცედურა, ეს არის სემეკის კანონმდებლობა, რომელიც ჩვენ გვავალდებულებს, ეს არის კანონით ჩვენი ვალდებულება, რომ წელიწადში ერთხელ თითოეული ჩვენი მომხმარებლის ოჯახში უნდა შევიდეთ 1 მარტიდან 1 მარტამდე, ცოტა ჩაუღრმავდები, როგორ არის ამ კანონში, 1 მარტიდან 1 მარტამდე ჩვენ სრულ ციკლს გავდივართ, ანუ ერთი კალენდარული წელი ჩვენთვის იწყება 1 მარტს და ვალდებულები ვართ, რა თქმა უნდა, დაკეტილი ბინების გარდა შევიდეთ ყველა ჩვენი მომხმარებლის ბინაში, შევამოწმოთ მათ ბინაში არსებული გაზსადელი, შევამოწმოთ მათ ბინაში არსებული დანადგარები გაზის, თუ რამდენად კვალიფიცირებად, რამდენად ტექნიკური ნორმების დაცვით აქვს მას დამონტაჟებული და ხო არ უქმნის საფრთხეს. მე მინდა ხაზი გაუსვა ამას და ძალიან მინდა რომ კარგად გაიგოს თითოეულმა თქვენმა მაყურებელმა. თქვენ, როდესაც არაკვალიფიცირებად, ანუ ამ შემთხვევაში აბონენტებს მიმართავთ გააქვთ დამონტაჟებული დანადგარები, გაზსადელი, ამით არა მარტო საკუთარ ოჯახს და საკუთარ ბინას უქმნით საფრთხეს, არაერთი შემთხვევა, როდესაც ტექნიკური ნორმების დარღვევით დამონტაჟებულმა დანადგარმა სამეზობლო, ანუ მეზობელს შეუქმნა საფრთხე, მოხდა გარდაცვალება, ანუ მეზობელთან, როდესაც მაგალითად სავენტილიაციოში ქონდა გამწოვში, ასე ვთქვათ, სავენტილიაციოში ქონდა წყალგამაცხელებლის მილი შეყოფილი და ნამწვი გადიოდა მეზობლებთან და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენ ვამოწმებთ თითოეული ჩვენი მომხმარებლის ბინას და როდესაც აღმოვაჩენთ დარღვევას,
ჩვენ ვიღებთ ყისიერ გადაწყვეტილებას დაუყოვნებლივ ჭრით, მაგალითად თუ აღმოჩნდება უნებართვოდ დაყენებული ღია წვის კამერიანი დანადგარი, ჩვენ ადგილზევე ჩვენი კვალიფიციური წარმომადგენლები ჭრიან ამ დანადგარს, წერენ შესაბამის აქტს და უმარტავენ შემდგომ პროცედურებს უკვე მოქალაქეს თუ როგორ უნდა მოიქცეს, რა დანადგარი იყიდოს, ანუ დახურული წვის კამერიანი რომ უნდა შეიძინოს. ყველანაირი სახის რეკომენდაცია ეძლევა მოქალაქეს, ეს დანადგარი იჭრება და არის შემთხვევები და მე მინდა ვისარგებლო თქვენი ეთერი და ჩვენი მოქალაქეები კიდევ ერთხელ გავაფრთხილო, როდესაც ეს პროცედურა შესრულდება და თქვენთან მოვლენ ჩვენი თანამშრომლები ჩაჭრიან, არის შემთხვევები, როდესაც განმეორებით შემოწმების შედეგად ისევ იგივე ტრაექტორით, ისევ იგივე დანადგარი ხდება აღდგენილია, ისევ თვითნებურად მიერთებული. ამ შემთხვევაში ჩვენ თლიანად უწყვეტავთ იმ ბინას გაზის მიწოდებას, სანამ სრულად არ მოწესრიგდება და არ მივიღებთ ექსპლუატაციაში აღნიშნულ ბინას. ბატონო გიორგი, გარდა თქვენი მონიტორინგისა და შემოწმებისა, არის თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობა, ხომ, სოციალური პასუხისმგებლობა. აი ზუსტად ახლა დგება ის სეზონი, როდესაც თითოეულ ოჯახში ჩაერთვება გათბობა, რომელიც ბევრი თვის განმავლობაში არ იყო ჩართული. რას უნდა მივაქციოთ ყურადღება თითოეულ ჩვენთაგან? პირველ რიგში მე მინდა მოგახსენოთ, რომ ყოველწლიურად და ეს მუდმივად არის, ეხლა ჩაირთვებათ, გეთანხმებით, რამდენიმე დღე გადარჩა და ჩაირთვება გათბობა, დაიხურება ფანჯრები, აღარ მოხდება განიავება ისე, როგორც ნიავდებოდა ჩვენი მომხმარებლის სახლების ზაფხულში, როდესაც სარკმელი იყო ღია, როდესაც ფანჯარა იყო ღია. შესაბამისად უკვე საფრთხე დგება გაზის დაგროვების, CO2 ინტოქსიკაციის, ვისაც არასწორად აქვს დამონტაჟებული დანადგარი. მე ვისარგებლებ თქვენი ეთერით და ვეტყვი ჩვენ მომხმარებლებს. დარეკონ ჩვენი ცხელი ხაზის ტობეზე ყველაზე მარტივი მეთოდია 240-40-04 მოითხოვონ ზამთრის წინ, გათბობის სეზონის დაწყების წინ მათ ბინებში არსებული გაზის სისტემის, გაზის დანადგარების შემოწმება და ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, რომ სრულიად უფასოდ, რაც ხაზს უსვამს ამას, მივლენ ჩვენი სპეციალისტები, სრულად შეუმოწმებენ მათ ბინაში არსებულ გაზსადენს, გაზის მილს, დანადგარებს მისცემენ ისევ რეკომენდაციებს და თავისუფლად შეუძლიათ ჩახვდნენ გათბობის სეზონს უკვე დამშვიდებულები და შვიდად. ნამდვილად ძალიან კარგი შესაძლებლობაა და კარგია რომ ეთერიდან გავაჟღერეთ. ბატონ გიორგი, ასევე ხშირია ხოლმე პრობლემები დაქირავებულ და დაქირავებულ ბინებში, ხო? რაღაცნაირად მასაც ყურადღება არ ექცევა. ყველაზე მეტი შემთხვევა აქ ფიქსირდება ხოლმე. აი ასეთ დროს როგორ უნდა მოვიქცეთ, საჭიროა თუ არა, რომ თუნდაც მოვითხოვოთ მეპატრონისგან, თუნდაც თქვენი კომპანიის მიერ შემოწმებული რაღაცნაირად აქტი უსაფრთხოა ამ ბინაში ყოფნა. მინდა გითხრათ, რომ ძალიან სწორი აქცენტი გააკეთეთ თქვენ და სწორი ინფორმაცია გაქვთ, დაქირავებულ და დაგირავებულ ბინებში არის მომხდარი 80% უკანასკნელ 5 წელიწადში ხაზი მინდა გაუსვა ამას უბედური შემთხვევების, ანუ გარდაცვალების, არა ინტოქსიკაცია, რა თქმა უნდა, მრავლად იყო, ბევრად, მაგრამ გარდაცვალების შემთხვევები ხდებოდა დაახლოებით 80% შემთხვევები, სადაც ჩვენ სამაშველოსთან ერთად შევედით, ასე ვთქვა და მოხდა გარდაცვალება და შემდგომ დადასტურდა, რომ აღნიშნული გარდაცვალება ექსპერტიზის შედეგად გამოიწვია ნახშირჟანგმა, CO-მ, ანუ გაზით არა, ეს არის CO ნახშირჟანგი, ხო, ხშირად ერევათ ხოლმე და ნუ არც არიან ვალდებულები ჩვენი მოქალაქეები იცოდნენ ამის შესახებ, გაზი არის, გაზი იწვევს დაგროვებას და აფეთქებას, CO არის ნახშირჟანგი, ხო, რომელიც იწვევს ინტოქსიკაციას. ეს არის დაქირავებული და დაგეროვებული ბინები. მე კიდევ ერთხელ მოუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს აბონენტებს, ბინის დაქირავება, აი ვინც დღეს გვიყურებს და აპირებს, რომ იქირავოს კონკრეტული ბინა შერჩეული აქვს. იგივე ისარგებლოს დარეკოს ჩვენთან შეგვამოწმებინოს ან მოთხოვოს შემოწმების აქტი ბინის გამქირავებელს და ვინც უკვე ცხოვრობს დაგირავებულ ან დაქირავებულ ბინაში და ჩვენი ეთერში გასulis შემდგომ დაინტერესებს რა მდგომარეობაა მის ბინაში, რაიმე ხო არ უქმნის საფრთხეს, რაიმე ხო არ არის არასწორად დამონტაჟებული, ისევ იგივე მეთოდით, რაც მე გავაჟღერე, დაგვიკავშირდეს, მივლენ ჩვენი თანამშრომლები და მისცემენ შესაბამის მითითებებს და ნუ რა თქმა უნდა მასაც და შემდგომ მეპატრონესაც. კი ბატონო, ეს საუბარში CO ახსენეთ არაერთხელ და კიდევ ერთხელ რომ დავაკონკრეტოთ, რატომ არის საშიში და შველის თუ არა თქვათ განიავება ოთახის, რომელიც ასევე ახსენეთ საუბარში. CO არის ერთ-ერთი მიზეზი ინტოქსიკაციის და გარდაცვალების უბედური შემთხვევის, რომელიც გაზის მიმართულებით ხდება. CO-ს გამოყოფს მე მინდა თქვენი მაყურებლისთვის გასაგებენაზე ავხსნა, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ბევრი ვერ ერკვევა ამ თემაში. როდესაც ჩვენ ბინაში თვითრებურად ვამონტაჟებთ ღია წვის კამერიან დანადგარს, ღია წვის კამერიანი დანადგარი არის დანადგარი, რომელიც თქვენ ბინიდან გაცლით ჟანგბადს, ანუ ცეცხლია ინთოს და მოგცეთ პროდუქტი, თქვათ ცხელი წყალი. ეგრეთ წოდებული წყალებში კალონკა, რასაც ჩვენ მოსახლეობაში გავრცელებულია ეს დასახელება, წყალგამაცხელებელი. როდესაც ღია წვის კამერიან გამათბობელს ან წყალგამაცხელებს ვაყენებთ, ის
დახურული როდესაც არის ფანჯრები, კიდაც სარკმელი იყოს გადმოღებული, ამას უამრავი შემთხვევა გაქვს, როდესაც გადმოღებულ სარკმელშიც მომხდარა ინტოქსიკაცია, გაცლით ჟანგბადს, ანთია ცეცხლი, მარტივად რო ავხსნათ. შემდგომ, როდესაც ხდება თქვენს ბინაში, თქვენ მიხზიხათ მისაღებ ოთახში, ჩვეულებრივ მოვლენას, ან სამზარეულოს საქმიანობს დიასახლისი, გაცლით ჟანგბადს, ის ანთია მუდამ და როდესაც ხდება გაიშვიათება ჟანგბადის, გადადის არასრულ წვაში. აღნიშნული ალი, ანუ ცეცხლი და უკვე ემატება პროდუქტი, წვის პროდუქტი, CO ნახშირჟანგი, რომელიც გამოიყოფა თქვენს სათავსში და მე მინდა რომელსაც სუნი არა აქვს. არ სუნი არაფერი ვერც გძნობს და მე მინდა ვერც გძნობს ადამიანი და მე მინდა აგიხსნათ აი მარტივად გასარჩევი რო იყოს ჩვენი მოქალაქეებისთვის თუ რამდენად საფრთხის შემცველია 1% ეს ოფიციალური მეცნიერული დადასტურებული ინფორმაცია და არა ვიღაცის ასე ვთქვათ მოგონილი 1% როდესაც ერევა თქვენ სათავსოში CO და დანარჩენი 99% ისევ არის ჟანგბადი ნებისმიერი ასაკის ჯანმრთელობის ადამიანის გარდაცვალებას იწვევს 2-3 წუთში. ეს არის ძლიერ მოქმედი, როდესაც ადამიანი ვერც დაკვირებასაც ვერ ასწრებს, ანუ იწვევს კუნთების ატროფიას, შესაბამისად ენაც კუნთია და ვეღარ, ანუ საშველად თუცაც ვეღარ იძახის ადამიანი და იწვევს ვერ მოდუნებას და გარდაცვალებას და ამიტომ მოუწოდებთ ჩვენ და არ გვეზარება ასე ვთქვათ დავდივართ ბინებში, მუდმივ რეჟიმში ვამოწმებთ რომ მაქსიმალურად ბჭყალებში რა თქმა უნდა მოვსპოთ ჩვენი აბონენტების ბინებიდან ეს ღია წვის კამერები და კიდე ერთხელ მინდა ვთქვა რომ რადიკალურად არის შემცირებული რაოდენობა და ეს ძალიან სასიხარულოა. კიდევ ერთხელ რომ გითხრათ ბატონ გიორგი, რა ნომერზე უნდა დავრეკოთ? დარწმუნებული ვარ რომ თქვენს ჯგუფს არაერთი კორპუსი ეყოლება გადარჩენილი, ხო? აფეთქებისგან და არაერთი გუშინაც იყო ერთი შემთხვევა. აბონენტი. ასე რომ იმ შემთხვევაშიც თუ არა ჩვენს სახლში და თუნდაც მეზობლებისგან გცემს რაღაცა არასასიამოვნო გაზის სუნი, ვარც საფრთხის ქვეშ და ფიქრობ შევამოწმოთ. ხო, უბრალოდ შემოწმოთ. გქონდეს ყოველთვის თქვენი იმედი და სადავრეკოთ. ორ ნაწილად გავყოთ. გავიმეორებ თავიდან და რეზიუმის სახით გავაკეთებ. 240-40-04. ნებისმიერ საკითხზე, რაც მე ვილაპარაკე, ეს არის ჩვენი კომპანიის ცხელი ხაზი 24/7-ზე, დანადგარი შემოწმებიდან დაწყებული და ასე შემდეგ სხვადასხვა პრობლემებთან დაკავშირებით, მხოლოდ და მხოლოდ 114 როდესაც გცემთ გაზის სუნი. სხვა ნებისმიერი ზარი განხორციელდება 240 ნებისმიერი შინაარსის ზარი, მხოლოდ და მხოლოდ ის არის ჩვენი სწრაფი რეაგირების სამსახური და ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, რომ ზარის შემოსვლიდან მაქსიმუმ 15-25 წუთში ადგილზე იყოს ჩვენი მობილური ბრიგადა, რათა გააკეთოს ლიკვიდაცია აღნიშნული პრობლემის. ამიტომ ჩვენ თვითონმა მოქალაქემ ყურადღება უნდა მივაქციოთ ამ ყველაფერს, სტატისტიკა საკმაოდ ისეთი არის და ამას ყურადღება უნდა მიაქცეს. უღრმესი მადლობა სტუმრობისთვის.